Როგორი დიეტა არის საჭირო დიარეის დროს? აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში გაიმე განსაკუთრებული მკაცრი დიეტა არ არის აუცილებელი, განსაკუთრებით აი ეს გავრცელებული დიეტები რომელიც ძალიან შემთხვევია და ხანდახან მარტო წყალზე რო არიან ხოლმე დღის განმავლობაში, არაფრის მომტანი ეგ არ არის, პირიქით შეიძლება გაახანგრძლიოს დიარეის სიმპტომები, იმიტომ რომ თავისთავადმე ამ შიმშილმა გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული შიმშილის დიარეა. ამიტომაც გახსოვდეთ, რომ ჭაობად განვითარებული დიარეა აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში თავისთავადვე ალაგდება, მასაიმე განსაკუთრებულ მკაცრი დიეტა არ ჭირდება, უნდა ავარიდოთ თავი უბრალოდ ისეთ გამაღიზიანებელ საკვებს, მაგალითად ძალიან ცხიმიანი არ ვჭამოთ, ძალიან ცხარი არ ვჭამოთ და მსგავსი რაღაც, დანარჩენი აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ არის საჭირო, უნდა მიყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ჯანსაღ კვებას და რა თქმა უნდა მიიღოთ სითხეები ელექტროლიტებთან ერთად. ეს არის და ეს თუ კი გახანგრძლივდა სიმპტომატიკა, ერთ დღეს იმეთქან გაგრძელდა, ან ბავშვების შემთხვევაში ხდება და საჭმელს სითხებს ვერ იღებენ, ან მაღალი ტემპერატურასთან ერთად სისხლიანი განავლის არის, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მივმართოთ ექიმს და ექიმს უნდა მიმართოთ იმ დროსაც თუ კი რამეში ეჯობება. ეს არის და ეს დიეტებზე დიარეის დროს. მე ექიმი არჩილ მარშანია ვარ, შეგიძლიათ შეკითხვები დამისვა და მე გიპასუხებ ხოლმე.